რამდენ ინგლისურ ფინალს გაიხსენე? არსენალი ჩელსი, ტოტენჰემი ლივერპული, მანჩესტერი ჩელსი. UEFA საკლუბო ტურნირების ფინალში ინგლისური კლუბები ყველაზე მეტჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ტოტენჰემი მანჩესტერის გასამართი მატჩი კი მე-6 ასეთი შემთხვევა იქნა. ბოლო ევროპული ფინალი მანჩესტერმა 20-21-ში ვილიარეალთან პენალტების სერიაში დათო. ხოლო სპურსმა 2019 წელს ლივერპულთან გაუშვა პირველი ლიგის ტიტულის მოგების შანსი. ორივე გუნდი საშინელი სეზონის გადაფარვას ცდილობს. ერთადერთი შანსი კი ევროპა ლიგის ტიტულის დაუფლებაა, რაც ჩემპიონთა ლიგის საგზურის გარანტია. ურთიერთშეხვედრების სტატისტიკას თუ გადავხედავთ, სპურსმა ამ სეზონში სამივე დაპირისპირებაში შეძლო ეშმაკების დამარცხება. უარყოფითი ბალანსის მიუხედავად ამ ორივე ოპტიმისტურად არის განწყობილი და იუნაიტედის სეზონის გადარჩენას გვირდება. რაც შეეხება პოსტეკოგლუს, მისთვის არა მხოლოდ ტიტული, არამედ მწვრთნელის პოსტიც დევს სასწორს. ორივე გუნდის უსახური სეზონის ფონზე წარმოიდგინეთ, ოპტა სუპერკომპიუტერებსაც კი უჭირთ გამარჯვებულის პროგნოზირება. ტოტენჰემს მინიმალური უპირატესობა აქვს 50.3%. იუნაიტედს კი 49.7% ერგო. ეშმაკები თუ დეზები, თქვენი აზრით რომელი მათგანი შეძლებს თასის აღმართვას?